ირანის რეჟიმის ძალის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უბრალოდ დაინგრა. ამ სამშაბათს 2026 წლის 31 მარტს მასუდ პესეშკინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან საუბრისას მიანიშნა, რომ თეირანი მზად არის დაასრულოს ომი შეერთებულ შტატებთან, იმ პირობით, რომ მიიღებს გარანტიებს, რომ ახალი თავდასხმები აღარ განმეორდება. ეს განცხადება აღიქვეს როგორც უკანდახევის ჟესტი და არა სიმტკიცის, რადგან რამდენიმე კვირის განმავლობაში წინააღმდეგობის, დაპირისპირების და დასავლეთისთვის ღია გამოწვევის ხაზგასმის შემდეგ რეჟიმი ახლა ომის შესაჩერებლად დაცვას ითხოვს. რასაც ეს განცხადება აჩვენებს, მარტივია. ძლიერი ლიდერის ნარატივი შეირღა. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მზად არის დაასრულოს კონფლიქტი, მაგრამ ამას ახალ თავდასხმებზე გარანტიებს უკავშირებს, ის აშკარად აჩვენებს, რომ ზეწოლის სიმძიმე იგრძნო. სწორედ ასე აღიქვა ეს ბაზარმაც. Wall Street-ზე ამერიკული აქციები ახალ ამბავზე მკვეთრად გაიზარდა. ძირითადი ინდექსები მნიშვნელოვნად მოიმატა, მაშინ როცა ნავთობის ფასი დაეცა. ეს მოძრაობა მოხდა იმიტომ, რომ ინვესტორებმა გაიგეს, რომ თეირანმა დაღლილობის სიგნალი მისცა. ეს არ აღიქმულა როგორც კონტროლის დემონსტრირება. ეს აღიქმებოდა როგორც დაძაბულობის სიგნალი. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. პესეშკინი ირანის პრეზიდენტობის სახელით საუბრობს, მაგრამ სწორედ ის არ ფლობს ომის უმაღლეს ხელმძღვანელობას. სამი რეჟიმის სტრუქტურა ამას ნათლად აჩვენებს. ირანის კონსტიტუცია ადგენს, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია, მაგრამ მას ხელიდან გამოაქვს საკითხები, რომლებიც უშუალოდ ლიდერობას უკავშირდება. ხოლო უზენაეს ლიდერს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში აქვს შეიარაღებული ძალების სარდლობა და ომისა და მშვიდობის გამოცხადების უფლება. ამავე დროს ანალიტიკური ცენტრები რევოლუციურ გვარდიას ირანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრუქტურად მიიჩნევენ, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ თავდაცვის, უსაფრთხოების და გარე დაპირისპირების სფეროებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პესეშკინის განცხადებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ მხოლოდ მისი თქმით ომი არ სრულდება. ეს უფრო რეჟიმის გზავნილს გავს, ვიდრე საბოლოო ბრძანების გადაწყვეტილებას. ეს გვეხმარება გავიგოთ, რატომ აზიანებს ეს განცხადება იმ იმიჯს, რომელსაც თეირანი ცდილობდა შეექმნა. მთელი კრიზისის განმავლობაში რეჟიმი ცდილობდა გამოჩენილიყო შეურყევლად, მზად იყო სამხედრო დაპირისპირების, სტრატეგიული მარშრუტების ნაწილობრივი დახურვისა და მსოფლიო ნავთობზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, მაგრამ ახლა რიტორიკა იცვლება. წინააღმდეგობის ნაცვლად. ეხლა გარანტიებზე საუბრობს. სრული თავდაჯერებულობის გატიდვის ნაცვლის ნაცვლად იწყებს შეშფოთების გამოხატვას მომდევნო თავდასხმების ტალღასთან დაკავშირებით. ტონის ეს ცვლილება არ გავს იმას, ვინც სრულად აკონტროლებს სიტუაციას. უფრო გავს იმას, ვინც მიხვდა, რომ ომის ფასი ძალიან მაღალი გახდა. ხორმუზის კონტექსტიც ამას ამყარებს. ირანის რეჟიმი სრუტეს ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებსაც მტრულად მიიჩნევს და ხელს უწყობს ენერგეტიკულ ბაზარზე ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობას. სოფლიოს ნავთობისა და თხევადი გაზის დაახლოებით მეხუთედი ამ მარშრუტით გადის. როდესაც ირანი ამ დერეფნის დაბლოკვით ან მუქარით გამოდის, ის ცდილობს ძალა აჩვენოს. მაგრამ როდესაც ამავე დროს მისი პრეზიდენტი ევროპაში მიდის, რათა გარანტიები მოითხოვოს თავდასხმების შეწყვეტისთვის, წინააღმდეგობა აშკარად ჩანს. ერთ მხარეს დაპირისპირების რიტორიკა გრძელდება, მაგრამ მეორე მხარეს დაცვის თხოვნა ჩნდება. და ეს კომბინაცია ასუსტებს დაუმარცხებლობის იმიჯს, რომლის შენარჩუნებაც რეჟიმს სურდა. ასევე შემთხვევითი არ არის, რომ ეს განცხადება სწორედ ეხლა ჩნდება. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება და გააფრთხილა, რომ ომი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, თუ შეთანხმება არ შედგება. ამავე დროს რეპორტაჟები მიუთითებს, რომ ტრამპი მზად იქნებოდა სამხედრო კამპანია დაასრულოს, თუნდაც ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნას, რაც აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ცდილობს სამხედრო ზეწოლა პოლიტიკურ შედეგად გარდაქმნას. ამ ვითარებაში პესეშკინის განცხადება ნაკლებად გავს სუვერენულ ინიციატივას და უფრო მეტად ირანის პოზიციის გაუარესებაზე რეაქციას გავს. პესეშკინმა სცადა კონტროლირებადი გამოსავალი შეეთავაზებინა, მაგრამ სოფლიომ სულ სხვა რამ იხილა. რეჟიმი, რომელსაც სურდა შოკის მიმართ იმუნურ გამოჩენილიყო, ახლა აჩვენებს, რომ უკან დასახევი გზა სჭირდება, რათა თავდასხმები არ გაგრძელდეს.